გარდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა, რომელიც თითქმის მსოფლიო ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აერთიანებს, რომელმაც საკმაოდ დიდი შედეგი მოიტანა მსოფლიო ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგანაც მისი აქტიური მოქმედებების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა და მსოფლიო ვაჭრობა მზარდია, არსებობს რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმები, რომლებიც კონკრეტულ კონტინენტებზე, კონკრეტულ რეგიონში სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ფორმებით გაერთიანებას გულისხმობს. პირველ რიგში ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმებში შეიძლება ვთქვათ, ეს არის საბაჟო კავშირების არსებობა, ამის მაგალითია იგივე რამდენიმე ხნის წინ შექმნილი რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსის საბაჟო კავშირი, ასევე შეიძლება იყოს საერთო ბაზრის ფორმირება, იგივე საერთო ბაზრის ფორმირება და საერთო ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება, იგივე ევროკავშირის მაგალითი, ასევე საბაჟო ტარიფების უნიფიცირება, მაგალითად როგორც ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების შორის თანამშრომლობის შემთხვევაში, იგივე ნაფტას საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილში და ასევე სხვადასხვა ტიპის ფორმატის გაერთიანებები, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობის გაერთიანებას. გარდა ამისა, აქ შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები, რომელიც კონკრეტულად რამდენიმე ქვეყანას ან ორ ქვეყანას შორის შეიძლება გაფორმდეს, ასევე ყველაზე ესე ვთქვათ, ისეთი ხელშესახები ფორმა, ყველაზე უფრო ინტეგრაციის მაღალი ხარისხი, ეს არის პოლიტიკური ინტეგრაცია, როდესაც პოლიტიკურ დონეზეა ორი ქვეყნის ბევრი ინტერესი გათვალისწინებული. ჩვენ თითოეულ მათგანზე შეგვიძლია ცალ-ცალკე ვისაუბროთ და თითოეულ მათგანის მაგალითი და პრეცედენტი მსოფლიოში, რა თქმა უნდა, არსებობს. რა თქმა უნდა, ამ ინტეგრაციის გავლენა კომპანიებზე, რა თქმა უნდა, აისახება პოზიტიურად, რადგანაც ის ბევრი ხარჯი, ტრანზაქციული დანახარჯების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მისი შემცირება და მისი კომპენსირება ხდება მსგავსი ტიპის გაერთიანებებით, კომპანიებს გააჩნიათ ბევრად უფრო მეტი წვდომა იმ ქვეყნების ბაზრებზე, სადაც ეს შეღავათების რეჟიმი მოქმედებს და ბუნებრივია ეს ზრდის პირველი კონკურენტუნარიანობას, მათ შემოსავლებს, მათ მოგებას და წვდომას სხვადასხვა ტიპის რესურსებზე, რომელიც მანამდე სხვადასხვა ტიპის ბარიერებით იყო შეზღუდული. ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება საერთო ბაზრის ფორმირება და საერთო ეკონომიკური კავშირის ფორმირება არის სწორედ ევროკავშირი. ევროკავშირი ამ დროისათვის აერთიანებს 27 ქვეყანას, 27 ევროპულ ქვეყანას. მისი ფორმირება დაკავშირებულია მაასტრიხის ხელშეკრულებასთან, რომელიც 1999 წელს იქნა გაფორმებული. 1999 წელს უკვე შეიქმნა ერთიანი ვალუტა ევრო, რომელიც შევიდა მიმოქცევაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ეს ევრო არ მოქმედებს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, პოლონეთში და ასევე ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანაში. ჯერჯერობით ეს ქვეყნები საერთო მონეტარულ სისტემასთან დაკავშირებულები არ არიან. თუმცა ისტორია დაიწყო მანამდე, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ გააფორმა ხელშეკრულება, დაახლოებით ეს იყო რომის ხელშეკრულება, 6 ქვეყნის შეთანხმება საერთო სავაჭრო პირობების უზრუნველყოფის შესახებ, ეს იყო იტალია, გერმანია, საფრანგეთი და ბენილუქსის ქვეყნები, შემდეგ თანდათანობით ამ ქვეყნების რიცხვი გაიზარდა 1993 წელს, როდესაც შეიქმნა ეს კავშირი, იქ დაახლოებით არსებობდა 15 ქვეყანა, შემდეგ მას შეუერთდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ეს მოხდა 2004 წელს და 3 ბალტიისპირეთის ქვეყანა და ჯამში დღესდღეობით 2027 ქვეყანას წარმოადგენს ევროკავშირის წევრები და ეხლა უახლოეს პერიოდში იგეგმება იგივე ხორვატიის მიერთება ევროკავშირთან და მთლიანობაში ეს არის ერთიანი ბაზარი, სადაც კომპანიებს აქვს მოქმედებისთვის ერთიანი პირობები, წვდომა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, როგორც კომპანიებს, ასევე სამუშაო ძალის, კაპიტალის მოძრაობის ნაწილში პრაქტიკულად არსებობს ერთიანი სივრცე და ერთიანი პირობები. მოქმედებს ევროპის სტრუქტურები, ანუ იგივე ევროკავშირის მართვის ორგანოები, რომლებიც
სხვადასხვა მიმართულებით არეგულირებენ საკითხებს. პირველი ეს არის ევროსაბჭო, ასევე რომლის ოფისი მდებარეობს ბრიუსელში, ასევე ევროკომისია, რომელიც ასევე ბრიუსელშია მისი სათავო ოფისი, ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს მისი შტაბ-ბინა, ასევე ევროპის ევროკავშირის წარმომადგენლობები, იგივე ევროკავშირის სასამართლო, რომელიც მდებარეობს ლუქსემბურგში და პრინციპზე ეს მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ მთლიანობაში ევროკავშირის მუშაობის ეფექტურობას. ასევე არსებობს ევროკავშირის ცენტრალური ბანკი, რომელიც ადგენს ერთიან მონეტარულ რეგულაციის პრინციპებს ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც რომელიც ევროს მოქმედების ზონაშია, უზრუნველყოფს საპროცენტო განაკვეთების მართვას, რომელიც შემდეგ აისახება ევროკავშირის სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროკავშირი არის საერთო ბაზრის ერთ-ერთი მაგალითი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროკავშირი განიცდის კრიზისს და ეს პირველ რიგში გამოწვეულია იმისგან, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში ადგილობრივი მთავრობის და ადგილობრივი სამთავრობო ვალის შედეგად არსებობს გარკვეული პრობლემები და ევროკავშირის მთელი ძალისხმევა დღეს მიმართულია იქეთკენ, რომ სწორედ მოხდეს უნიფიცირება, იგივე ფისკალური პოლიტიკების, ერთიანი საგადასახადო რეჟიმების შექმნა, რამაც უნდა შეამციროს მსგავსი ტიპის რისკები, რომელიც დღეს დგას ევროკავშირის ქვეყნებში. ანუ ბუნებრივია ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს ერთნაირი ვალდებულება ყველა მისი წევრის მიმართ, თუ რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირდება კრიზისი, მათ მოახდინონ ამ კრიზისის პრევენცია და იგივე საბერძნეთის მიმართ, კვიპროსის მიმართ, ესპანეთის და იტალიის მიმართ საკმაოდ მოცულობითი ტრანშებია გამოყოფილი, რადგანაც არ მოხდეს თვითონ ევროკავშირის იდეის დამარცხება, რადგანაც ეს პრაქტიკულად იქნება პოლიტიკის მარცხი, რასაც ევროკავშირი ქვია. ამიტომ მიუხედავად პრობლემებისა, დღესდღეობით ევროკავშირი განაგრძობს ფუნქციონირებას და პრაქტიკულად ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არსებობს ბევრად უფრო უპირატესი პირობები, ვიდრე მაგალითად იმ ქვეყნებისთვის, რომელიც არ არიან ევროკავშირის წევრები. თუმცა არსებობს იგივე სხვადასხვა ტიპის პროგრამები, რომლებიც არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის უპირატესი რეჟიმების შემქმნელი, იგივე მაგალითად შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, იგივე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, როგორიც არის შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, მათთვის არსებობს უპირატესი რეჟიმები და საერთო თამაშის წესები ევროპულ სივრცეში ურთიერთობისთვის. ასევე საკმაოდ საინტერესოა, რომელიც საქართველოსაც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, სადაც 6 ქვეყანაა მთლიანობაში გაერთიანებული, ეს არის აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, უკრაინა, მოლდოვა და ხდება რაღაც იმისათვის, რომ ეს ქვეყნები გაწევრიანდნენ ევროკავშირში, მათ უნდა შეასრულონ გარკვეული ვალდებულებები, არსებობს სამოქმედო გეგმა ამ ქვეყნებისთვის, რომელიც როგორც პოლიტიკის, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკურ ნაწილში საკმაოდ ბევრი ვალდებულების შესრულებას გულისხმობს და მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა. ასევე საქართველო დამოუკიდებლად აწარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთლიანობაში ევროკავშირს აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ასევე არსებობს GSP-ის და GSP+-ის სისტემები, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის ბაზარზე სხვა არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შესვლას პროდუქციის გარკვეული კატეგორიებისთვის, თუ რა თქმა უნდა ამ პროდუქტების ბევრი ნაწილი დააკმაყოფილებს ძირითად სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე არსებობს. და ასე შემდეგ, საკმაოდ ბევრი დოკუმენტი, რომელსაც თქვენ შემდეგ შეიძლება გავაცნობთ ჩვენ სემინარებზე. რაც შეეხება სხვა რეგიონალურ გაერთიანებებს, ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეგვიძლია აღვნიშნოთ ნაფტა, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და მექსიკის გაერთიანება. ეს არის სამი უმსხვილესი ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც პრაქტიკულად თავისუფლებაა ადგილობრივი კომპანიებისთვის, მოხსნილია სავაჭრო ბარიერები და ეს ძალიან აქტიურ სავაჭრო რეჟიმში არიან ერთმანეთთან. არის საუბარი ბრაზილიის გაერთიანებაზე, ამ ნაფტას რეჟიმში, რაც ასევე უფრო აქტიურს გახდის სავაჭრო ურთიერთობებს ამ ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა,
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები. ეს ერთ-ერთი არის AFTA, რომელიც აერთიანებს 10 აზიურ ქვეყანას და მათ შორის არის უპირატესი საოჭრო რეჟიმები. არსებობს ENCOM-ის გაერთიანება, რომელიც 5 სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას აერთიანებს, ასევე APEC-ის გაერთიანება, რომელიც აზიური ქვეყნების 21 აზიური ქვეყნის გაერთიანებაა. გარდა ამის აზიური ქვეყნების გარდა მასში არიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა ამის არსებობს კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, დაახლოებით 6 ქვეყნის საერთო ბაზარია შექმნილი ამ გაერთიანების შედეგად. ასევე 15 ქვეყანა, რომელიც კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს მოიცავს, აფრიკული ქვეყნების საოჭრო ბლოკები, რომელიც 8 აფრიკულ ქვეყანაზეა გათვლილი, ასევე თვითონ ავსტრალიასა და ზელანდიას შორის არსებობს შეთანხმება საერთო ბაზრის ფორმირების შესახებ, რომელიც სერის გაერთიანებით არის ცნობილი. იგივე სპარსეთის ყურის ქვეყნების გაერთიანება, იგივე GCC-ის ქვეყნები, რომელიც მოიცავს 6 სპარსეთის ყურის ქვეყანას, მათ შორის საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, ყატარს, ომანს და ქვეყნებს, რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან საოჭრო ურთიერთობების ნაწილში. იგივე 7 სამხრეთ ამერიკული ქვეყნის გაერთიანება, რომელსაც მერკოსურის გაერთიანება ეწოდება და ეს არის უპირატესი საოჭრო რეჟიმები იგივე არგენტინას, კოლუმბიას, ბოლივიას, პარაგვაის და ურუგვაის და ასევე სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს შორის და ასევე აფრიკული ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ერთმანეთთან უპირატეს საოჭრო რეჟიმებში არიან წარმოდგენილები. მოკლედ, ეს საოჭრო რეჟიმები არის პროცესი, რომელიც არის მუდმივად განვითარების რეჟიმში. ქვეყნები ყოველთვის ეძებენ გზებს შექმნან უფრო აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები სხვა ტიპის ქვეყნებთან და ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სწორედ ქვეყნების განვითარება, იგივე კომპანიების განვითარება და საექსპორტო ურთიერთობების განვითარება, სწორედ აი ამ შეთანხმებებზეა განვითარებული. ეს შეიძლება ამას მივცეთ ფორმულირება, როგორც ამ საოჭრო ბლოკებს ერთგვარი დისკრიმინაციული საოჭრო ბლოკები, რადგანაც ის ყველასთვის არ არის და მხოლოდ ქვეყნების გარკვეულ ჯგუფებს მოიცავს და გლობალისტების მთავარი იდეა და მთავარი მიდგომა სწორედ მდგომარეობს იმაში, რომ ყოველგვარი საოჭრო ბლოკების გარეშე არსებობდეს ერთიანი მსოფლიო უნიფიცირებული ბაზარი, რომელიც აბსოლუტურად ყველა კომპანიისთვის, ყველა სამუშაო ძალის მქონე ადამიანისთვის, იგივე კაპიტალის მფლობელებისთვის იქნება, მათი მოძრაობისთვის იქნება ერთიანი პირობები და გააუქმებს ყოველგვარ შეზღუდვებს თუ ყოველგვარ ბარიერებს ამ გადაადგილების ნაწილში. თუმცა ამ პროცესს ჯერჯერობით ხელს უშლის იგივე განსხვავებები ქვეყნებს შორის, იგივე შემოსავლების თვალსაზრისით, სიღარიბის მაჩვენებლების თვალსაზრისით, რადგანაც ეს უნიფიცირება ერთგვარად შეიძლება გამოიწვიოს ქაოსური პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბი ქვეყნებიდან მასობრივი მიგრაცია მოხდეს თუნდაც სამუშაო ძალის ნაწილში და სწორედ ამ შეზღუდვებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იგივე ევროკავშირის ქვეყნები და ძალიან ფრთხილები არიან ამ საკითხთან მიმართებაში და ასევე ის ფაქტორებიც, რომ ჯერჯერობით მაინც ძლიერია ეროვნული საოჭრო პოლიტიკის პოზიციები, ეროვნული საოჭრო პოლიტიკები სხვადასხვა ქვეყანაში, მათი ლობისტური ჯგუფები და ეს ხელს უშლის მთლიანობაში ერთიანი მსოფლიო საოჭრო სივრცის ჩამოყალიბებას. თუმცა აი ბოლო შეხვედრები, იგივე G20-ის ქვეყნები, სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს ის ურთიერთობები, საოჭრო ურთიერთობების პროცესში, რომელიც დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო იყო დამოუკიდებელ თანამორებულთა სახელმწიფო ქვეყნები DST-ს წევრი, სადაც სარგებლობდა ძალიან ბევრი რეჟიმით, მაგრამ პრინციპში საქართველოს ამ ბლოკიდან გამოსვლის შემდეგ საოჭრო ურთიერთობები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს DST-ს წევრ ქვეყნებთან, ასევე ძალიან ბევრ ქვეყანასთან, იგივე თურქეთთან, სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ორმაგი დაბეგვრიდან თავის აცილების ხელშეკრულებები, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღწევაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის და მთლიანობაში საქართველოს ბაზარი ლიბერალურია და ღია იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც სურთ საქართველოში როგორც
საკუთარი წარმოებების და ბიზნესის დაწყება, ასევე სავაჭრო ოპერაციების წარმოება, ინვესტიციების განხორციელება, ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალიან ბევრ ქვეყანასთან, რომელიც რა თქმა უნდა ამარტივებს ამ ურთიერთობებს და მთლიანობაში სწორედ მსოფლიო ტენდენციაც მიდის აქეთკენ, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ერთმანეთში შექმნას ესეთი ლიბერალური სავაჭრო ურთიერთობის სისტემები. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი მეხუთე თემა, რომელიც შეეხებოდა სავაჭრო ურთიერთობებს და საერთაშორისო თანამშრომლობას სავაჭრო ურთიერთობების პროცესში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ ლექციამდე.